ძალიან რეკლამაში არ ჩაგვეცემა. ეხლა ჩვენ ავსწრებთ და გვაქვს iPhone-ი, გვაქვს iOS-ი და გვაქვს Android-ის პლატფორმა. იგივე ეხება სხვა შორის იმას რა ქვია Windows ასევე იგივენაირად შეგვიძლია დავაკონტაქტოთ. ეს არის საკომუნიკაციო საშუალებები ეკრანზე შეგიძლიათ დაინახოთ. ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებები ამჯერად ჩვენ გვაქვს Hangout-ი, ეს არის Google-ის Hangout-ი, ხედავთ ეს აი ეს უნდა ჩამოხაჭოთ, ეს არის Google-ის ასე ვთქვათ Messenger-ი, თქვენ დაგჭირდებათ Facebook-ის Messenger-ი, თქვენ რა თქმა უნდა გექნებათ ალბათ და Skype-ს და iPhone-ის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დამატებით ისარგებლონ FaceTime-ით, რა თქმა უნდა. ასე რომ შეზღუდული არც ერთი პლატფორმა არ არის და თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ თქვენი ტელეფონებით, და ესეთი ტელეფონით ყოველ შემთხვევაში. ეხლა პირველი რაც არის, თქვათ, როდესაც თქვენ ეთერში გადიხართ, უნდა შეამოწმოთ არის თუ არა ჩართული თქვენი ტელეფონი ქსელში და გაქვთ თუ არა ჩართული მეოთხე თაობის მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი. თუ არ არის ეს ჩართული უსადენო აგრეთვე წოდებული Wi-Fi მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი უნდა გქონდეს. იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი გაქვთ, ამ შემთხვევაში თქვენ ახერხებთ კომუნიკაციას, რაც ჩამოვთვალეთ ამ საშუალებებით და შემოდიხართ პირდაპირ ეთერში. ეთერშია ვინმე? არა, უბრალოდ დავტესტე ნინოსთან როგორ გავიდა FaceTime-ი. კაი, გავიდოდა. დავიდოდა კი რა თქმა უნდა, დავიდა. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გნებათ რომ გადაიღოთ მასალა და გამოაგზავნოთ, ამ შემთხვევაში თქვენ უბრალოდ რთავთ აი ამ რეჟიმს airplane